მოგესალმებით, ჩემო ძირფასებო და ჩემო კარგებო, ჩემო მშვენიერებო. მოდით დღეს ვნახოთ ასეთი გაშლა, რა ადგილი გიჭირავთ თქვენ მის ცხოვრებაში. ანუ ხარ თუ არა მის ცხოვრებაში პრიორიტეტი. ეხლა ვნახოთ ჩვენ პირველ რიგში რა ხდება ეხლა თქვენ შორის. ეს უბრალოდ ასეთი მოკლე გაშლა გავაკეთოთ, იმიტომ რომ ვერ ვასწრებ გრძელი გაშლის გაკეთებას, მაგრამ არ მინდა დავტოვოთ საერთოდ გაშლის გარეშე, ამიტომ ვნახოთ ასე მოკლე პასუხი მივიღოთ, ხო? თუ გამომივა მოკლე პასუხი. ეხლა რა ხდება თქვენ შორის? რა ხდება? ერთად გამოდიხართ. ნუ პრინციპში მე შემიძლია გითხრათ, რომ ახლა ამ წუთში გვაჩვენებენ, რომ თქვენ ხართ ერთად. აქ არის ნამდვილად ეხლა იქნება წყვილი, სადაც არის სიყვარული, სადაც პირიქი დაჟე ახლა შეგვიძლია დავამთავროთ, იმიტომ რომ აი როგორც შორს რა ისე გავაკეთოთ, იმიტომ რომ აქ ეგრევე გვაჩვენებენ, რომ თქვენ ისეთი ნახეთ როგორი ენერგია სიყვარულის გამოდის თქვენგან, რამხელა როგორ ნაყოფიერი ქალინა, როგორ აი ყველანაირად ენერგიით შევსებული, თან სიყვარულის ენერგიით ხართ შევსებული თქვენ თვითონ რა. და ამ თქვენი ენერგია თქვენს ამას უნათებთ გზას, ძალიან უნათებთ გზას, იმიტომ რომ აქ შეიძლება იყოს, ანუ როგორი მომენტი დაჟე. იცით რომ აი თქვენი სიყვარული იწვევს მასში სურვილს, რომ კიდევაც იმოქმედოს. გაიგეთ რა ხდება და შემიძლია გითხრათ, რომ ეხლა რა ხდება თქვენს ცხოვრებაში, ნუ პრინციპში თქვენ ხართ ის ადამიანი, ის ქალი უკვე, რომ აი აქ ამ პოზიციიდან გვაჩვენებენ, რომ ნამდვილად თქვენ ხართ ის ადამიანი, რომელიც ეხლა ძალიან ანუ ავსებთ მაგას ენერგიით, სიყვარულით და სურვილითაც და ყველაფრით. კარგით, მოდით მაინც ეხლა ნუ რადგან დავიწყეთ გაშლა, ვკითხოთ ეხლა ჩვენ დაჟე არც ვიცი აქ ახლა გრძნობები და რამეზე რომ ვკითხო, რაღაც არც ნუ მაინც ვკითხოთ, მოდით რადგან ჩვენ ახლა დავიწყეთ გაშლა, ხო, უცბად ვკითხოთ და მე ვნახოთ თქვენ რამდენად პრიორიტეტული ხართ მისთვის და რა ადგილი გიკავიათ მის ცხოვრებაში. ეხლა ვკითხოთ მისი ფიქრები თქვენზე, მოდით ვნახოთ ფიქრები. ნუ გოგოებო, ნახეთ, აქ როგორი თემა არის ეხლა. ყველა ვარიანტში იმის მიუხედავად, ნახეთ, აქ კიდე წამოვიდა ორი ვარიანტი, იქნება დღეს. იმიტომ რომ, ნუ ან თქვენ ხართ ან სამკუთხედი შეიძლება იყოს აქ არ გამოვრიცხავ, ხო? ან უბრალოდ გვაჩვენებენ ენერგიებს და ორი ადამიანის შორის, მაგრამ ეხლა ნახეთ რა ხდება. რატო გეუბნები მაგას? იმის ფიქრები თქვენზე. იმდენად, ანუ არის თვითონ იმპერატორის ენერგიაში რა. მე ვარ, ანუ ეს მისი კაცი ვარ. იმის მიუხედავად, რატო ვთქვი სამკუთხედზე, ან ისე შეიძლება იყოს, ხო? დაუშვით მეორე ვარიანტი. თუ ოჯახი წინააღმდეგი არის თქვენზე, ხო? აი თქვათ, ნუ არ არის, აი ნახეთ უკვე მე რამდენი გაშლა წამოვიდა, ხო? ან არ უნდა რომ თქვათ, ანუ იცის დაუშვოთ, რომ მე ნამდვილად ვიცი, რომ ჩემი ოჯახი, ნუ დაუშვოთ, როგორც აი არ მიიღებს, ხო? მაგრამ ჩემთვის არ აქვს მნიშვნელობა. მიიღებ თქვენ თუ არ მიიღებ თქვენ, მე ნუ ძალიან მიყვარხარ, ხო? და თუ საყვარლები ხარ, დაუშვათ მაგ შემთხვევაში იმის მიუხედავად, რომ კი, აქ სხვათა შორის რა არის, იცით, შეიძლება ადამიანი რას იტყვის, იცით, რომ მე არ კი მყავს ოჯახი და მაგრამ აქ ხა იცით როგორი თემა არის. შეიძლება იყოს სიტუაცია, რომ არ მივატოვებ ოჯახს იმის მიუხედავად, რომ მიყვარხარ. ეგაც გავითვალისწინოთ, რომ შეიძლება ვიღაცისთვის ეგეთი იყოს აქ ინტერპრეტაცია ამ გაშლის, მაგრამ კიდე არის ეს მომენტი, რომ ანუ მე შენი კაცი ვარ, მაგრამ ოჯახს შენთან აი არ ვიცი, ვერ შევქმნი, გაიგეთ? ანუ ვერ ოჯახზე არ ფიქრობს ეს ადამიანი, ოჯახის შექმნაზე, მაგრამ ეს მისთვის არის ძალიან სხვათა შორის მტკივნეული თემა, იმიტომ რომ ამას ძალიან აქვს დიდი სურვილი, რომ თქვენზე იცოდეს, თქვათ, აი საზოგადოება, ოჯახი, მისი დაუშვათ, რომ თქვენ ხართ მის ცხოვრებაში. ეხლა თუ თქვენ ხართ მან
მანძილზე ეს ფიქრობს, აი უთქვენოდ ძალიან დიდ განცდებში არის და ერთი სული აქ, აი რა მოვიგონო ისეთი რა მოვიფიქრო, რომ თქვა მაგასთან გამოვიქცეთ თუ დაუშვათ ან სამკუთხედი, ან არ არის, ნუ შეიძლება არც იყოს სამკუთხედი თქვა და სახში სხვაობა გაქვს დაუშვათ, ან რაღაცა სტატუსების, ნუ სხვადასხვა სხვაობა შეიძლება იყოს რა, აქ არ არის აუცილებელი სამკუთხედი, შეიძლება ადამიანი თავისუფალი იყოს, მაგრამ არის რაღაცა დაბრკოლება, რის გამოც არ შეუძლია ადამიანს, რომ წარადგინოს თავისი თქვა საყვარელი ადამიანი, რომ აი მე მინდა თქვა ეს იყოს ჩემი ცოლი დაუშვათ, ხო? ნუ ყველას ეს არის უამრავი მაგალითი, რატომ შეიძლება იყოს ეგეთი სიტუაცია რა. აქ ახლა ეს ადამიანი, ანუ даже შეიძლება თქვენც კი არ გეუბნებათ რა დონეზე ამას განიცდის და აქ არის როგორც იცით, ანუ უკვე ძალაც აღარ აქვს რომ ეწინააღმდეგოს ამ ყველაფერს და უკვე ძალაც აღარ აქვს რომ დამალოს. რატო განიცდა ეს ძალიან? რატომ განიცდა ეს ძალიან? აი იმიტომ და განიცდის რომ უკვე აი დავიღალე თქვა თუნდაც იმის გამო რომ სულ მიწევს დამალვა, სულ მიწევს თქვა ეხლა მეგობრებთან ვერა დაუშვათ, ხო? ნუ შეიძლება ეხლა იციან მეგობრების თქვენ არსებობაზე, მაგრამ ის რო თქვა ან სადმე რო თქვა მინდა გასვლა ერთად თქვა თუნდაც ნუ სადღაც ნუ ეტყობა ერიდება რა ვიცი რატო ერიდება. ნუ იმიტომ რომ როგორ არის იცით ახლა არ მინდა რომ ვინმე რამე იფიქროს. აქ შეიძლება აყოლილი არის ადამიანის სხვათა შორის, აი აქ კი მაჩვენებს რომ არ მაინტერესებს მე არავისი აზრი ვითომ ხო საზოგადოების, მაგრამ აქ უკვე აჩვენებს რომ ცოტა აქ კიდე ნახეთ რა შეიძლება იყოს იცით? ეს მხოლოდ ჩემია. ანუ ჩემი და მალავს რო თქვენ დაუშვათ თუ ერთად ცხოვრობთ ან ხვდებით ერთმანეთს შეიძლება სადმე ერთად დადეხართ სამოგზაუროდ არ გამოვრიცხავ მაგას დაუშვათ ხო არ მინდა რომ ვინმემ გაიგოს რატომ ასეთ რო ხო ნუ აი იცით ნახეთ ახლა მხოლოდ სიყვარული არის აი მე გეტყვით ერთ რამეს იცით ეს ადამიანი მალავს თავის სიყვარულს რატო იცით რომ ანუ даже კი არ მალავს უნდა მეთქვა ანუ უფრთხილდება რა იმას რომ არავინ ცუდი თვალით არ შეხედოს დაუშვათ ხო ანუ იმდენად მნიშვნელოვანია მაგისტრის ეს გრძნობა ეს სიყვარული ეს განცდა რასაც მაგას ახლა აქვს ხო თქვენს მიმართ რომ ნამდვილად ანუ არ მინდა რომ ყველა აი ბოდიშით რაღაც სიტყვა მოდეს გაბაზრდეს შეიძლება ეს მაგისი სიტყვაც იყოს რა რადგან მოდეს ჩემთან ახლა ეს სიტყვა და არ მინდა რა და ამიტომ მინდა რომ ისე ვისი აი ესე განვითარდეს როგორც არის რა ახლა ეს სიტუაცია კარგი მაშინ მოდეთ აბა ვკითხოთ რა გეგმები გაქვს შენ საერთოდ ამ ურთიერთობას რა გეგმები გაქვს შენ ამ ურთიერთობას რა გეგმები გაქვს გოგო გაქვს ვიღაცა წავა ეზოტერიკაში აი მე ღმერთო ჩემო ახლა ანუ რა გეგმები აქვს მაგას პრინციპში რა არის იცით აი ისე დამალვას აპირებს ეს ადამიანი მაგრამ მოიცადეთ ჩემო აჰა იცით როგორ არის ეთყობა ეხლა ნახეთ რას მაჩვენებს ეხლა ნუ ჩემ შემთხვევაში ხშირად ასე ხდება რომ ტარო მაჩვენებს რომ ეხლა მარტო ვარ ნერვიულობ და ძალიან ერთი სული მაქვს რომ ეს სიტუაცია საერთოდ რამენაირად ღმერთო ჩემ მომივარდება სიტყვა ხოლმე გადაიჭრას რა არ ვთქვა და იმიტომ რომ აი მინდა რომ დასრულდეს ეს ყველაფერი და მე მინდა ჩემ ბედნიერება გოგო აქ თუ სადმე წასული არის ახლა ადამიანი გეუბნებით რომ ძალიან განიცდის იმიტომ რომ ერთი სული აქ როდეს დაბრუნდება იმიტომ რომ აქ ხედა ღამე ეს ფიქრობს როგორ რა გავაკეთო რომ შენთან მოვიდე
ანუ ეხლა იქ სადაც არის, ამას უნდა რომ ეს რაღაცა მძიმე სიტუაცია, შეიძლება დეპრესიული სიტუაციაში არის, ან ვინმე ავატყავს შეიძლება, გაიგეთ სადაც არის. ნუ ჯვარი წერია შეიძლება თვითონაც ავად იყოს რა და ვერ მოდის სიტყვაზე, ხო? ნუ ყოველ შემთხვევაში მთელი ფიქრებით არის ეს ადამიანი უფრო ნუ თქვენსკენ გზაზე ნახეთ, რომ დროზე მინდა ეს დასრულდეს ყველაფერი, მინდა ჩემი ბედნიერება, მინდა იქ წავიდე, სადაც კარგად ვგრძნობ თავს. აჰა. კარგით, მაშინ როგორ ვკითხოთ, იცით, ბოლოს ესე იგი, რომ აი როგორი იქნება, არა, როგორი იქნება კი არა, ანუ რა ადგილზე გახართ თქვენ მის ცხოვრებაში. ანუ კი, შეიძლება ზოგჯერ კიდევაც უყარხართ კიდევაც ისე, მაგრამ აი პრიორიტეტები ხო აქ ადამიანს და აი ეს ვკითხოთ ჩვენ, რომ პრიორიტეტულად ეს გოგო ვინცაც ჩვენ მეუბნები რომ გიყვარს ასე გაგიჟებამდე ხო რა так სწორედ ვკითხოთ ახლა რა ადგილი აქვს მოდით ასე ვთქვათ შენს ცხოვრებაში ვოთ გულში კი არა ცხოვრებაში გულში კი დავინახეთ ნომერ 1 ცხოვრებაში შენი ცხოვრებაში ნუ აქ მე შემიძლია გითხრათ, რომ აქ ადამიანისთვის ხარ თქვენ ძალიან ძვირფასი და თქვენს გარეშე მაგას არ შეუძლია. თქვენს გარეშე ეს ადამიანი თავს გრძნობს ძალიან ცუდად. ანუ ძალიან ცუდად გრძნობს თავს, იმიტომ რომ ეგრევე გვაჩვენებს, რომ შენ ხარ ჩემთვის ანუ პრიორიტეტი. აბა ვკითხოთ მაშინ რატო გაგვიჩნდა ეგ კითხვა ჩვენ ხო დავუშვათ. ნუ იმიტომ რომ ეს კითხვა მე ავიღე ახლა აი კონსულტაციებიდან ხო, იმიტომ რომ ხშირად რომ ისმევა. მაშინ შენ თუ ასე ძალიან ცუდად ხარ და შენი ცხოვრება ჩერდება, როცა დავუშვათ შენ ხარ ამ გოგოს გარეშე. შენ საერთოდ როგორ ამჟღავნებ ამას ცხოვრებაში? რო თქვათ რეალში ასე რო თქვათ რომ ეს გოგო შენთვის არის პრიორიტეტი. ნუ აქ არის როგორ იცით რომ შეიძლება გეუბნებათ რომ ძალიან მიყვარ ხარ, მნიშვნელოვანი ხარ, ჩემი ცხოვრება შეცვალე, ჩემი ბედი ხარ, ჩემი ყველაფერი ხარ, ჩემი იღბალი ხარ რა. კიდე რა გადაწყვეტილებით. აჰა, შენ დაასრულე ჩემი ნახეთ, თქვენ რაღაცა რთულ პერიოდში ეთყობა შემოხვედით მის ცხოვრებაში, იცით და თქვენ როცა შეხვედით მის ცხოვრებაში, ეთყობა აი ნახეთ даже აი აქ შემიძლია თქვა რომ ადამიანს შეიძლება იმედგაცრუება ქონდა რომ საერთოდ ფიქრები ქონდა რომ არ ვიცი ჩემ ცხოვრებაში საერთოდ შემოვა ისეთი ქალი ვისაც მე ვეყვარები, გაიგეთ და აქ მაჩვენებს რომ კი აი აკაცათიანი შენ ხარ ის ადამიანი ვისაც მე მართლა ვუყვარ ვარ ვიცი რომ შენ მე გიყვარ ვარ ძალიან და ამიტომ ანუ შენ თითქოს დასვი წერტილი ჩემს ნერვიულობებზე და ჩემთვის ძალიან ძვირფასი ხარ ქმედებით თუ აჩვენებ ამას ну ქმედებით იცით როგორ არის მინდა მაგრამ ფული არ მაქვს რო გამოვაჟღავნო ის რაც მე მინდა რომ ვიმოქმედო მე მინდა რომ აი ნამდვილად მინდა რომ შანს ვეძებ მოდით ასე ვთქვათ შანს ვეძებ რომ ყველაფერი მინდა შენთვის მაგრამ გოგოებო ნუ თუ თქვენ დაუშვით მაგისგან შვილი ყავს შეიძლება იმას გვეუბნება რომ აი შვილი ხო გინდო და აგერა გაჩუკე შვილე რა მაგრამ თუ არა და აქ იმენა ანუ ქმედებით კი ძალიან უნდა რომ იმოქმედოს და რამენაერად ახლა ისე მოიქცეს სათანადოდ ასე რომ ვთქვათ მაგრამ აქ ფინანსური თემა არაძლევს საშუალებას ეთყობა ხო მართალად ჩვენ კი ამიტომ მარტო სიყვარულით შემიძლია რომ ანუ მე რომ მქონდესო ფინანსები კარგად როგორც მე მინდა ყველაფერს დაუდებდი მაგას რა აი მაგის ეხქვეშ გაიგეთ აი ესე გავაკეთებდი რა მაგრამ ეს სიყვარული მოძრავს ძალიან კი ნუ ყოველ შემთხვევაში
აი ფიქრობს, გაიგეთ, აი ეს ან სამსახურზე, ან რამე აქ სიყვარული თუ ისეთ რა მე ვიზრდებიო, ნელა კი მართალია, ნელა, მაგრამ ეს სიყვარული მაძლევს მე ანუ სტიმულს, გაიგეთ, იმისთვის, რომ მე კიდევ უფრო მეტი მქონდეს, ვიდრე მაქვს. კარგით, მაშინ კიდე ესეც ვკითხოთ, აბა რას უნდა ელოდოს შენგან, გოგო, უახლოს მომავალში. კარგი, გითხარი, რას უნდა ელოდო? აი სექს უნდა ელოდეთ, ეგ უეჭველი. ისე კომფორტულ სიტუაციაში შექმნის რაღაც ახალ ენერგიას შეგასხავს ეს ადამიანი. თუ მანძილზე არის, არ არის გასაკვირი კი. რასერით გაგალა, შენი ლოდინი დასრულდებაო. შენი მარტოყობნა დასრულდებაო. და გრამი ცოტა ისეთი გითხარი, რო თქვათ, ეხლა უფრო მნიშვნელოვანი კი ხედავთ რომ მოდიხარ, კი ხედავთ რომ ძალიან მაგარი ბიჭი ხარ. მარტო არ იქნება ეს გოგო, კი ყველა მაგის პრობლემსაც თქვა თუ რამეში ვჭირდები, მე ყველანაირად მზად ვარ რომ მაგას ახლა დაუდგე თქვა, ანუ აქ როგორ უფრო იცით ფიზიკური შრომით. აქ თქვა ახლა რომ გითხრათ რამე სხვანაირად არა. ანუ თქვენ ახლა იცით თუ ელოდებით მაგას და უკვე ძალიან გადაიღარეთ, ძალიან კარგად ხდება მაგა და ანუ აუცილებლად მოვალ და შენი მარტოობა დამთავრდება რა. ანუ მე ყველაფერი თუ რამე გაქვს შენ გასაკეთებელი, გაგიკეთებო რა, ეგეთი რამეა რა. ну კარგით, მოდით კიდე ერთიც ვკითხოთ, აქვს თუ არა მომავალი ამ ურთიერთობას. აქვს თუ არა მომავალი ამ ურთიერთობას. ну აქ არის მომავალი 1000%-იანი შემიძლია ვთქვა. даже ვიღაცა შეიძლება კორწინებითაც დამთავრდება ეს ურთიერთობა და даже შემიძლია თქვა ხანძლივი კარგი ცხოვრებით. აი აქ არ გამიკვირდება თუ ვინმე თქვა დაუშვათ ნამდვილ, ну კი, აქ ახლა ან კორწინება შეიძლება იყოს, ან სულცირ ერთად ცხოვრობთ, მაგრამ ის რომ ეს ურთიერთობა არის აი ძალიან ხანძლივი კი. ну მინიმუმ ახლა კიდე პლუს 2 წელი გაქვთ, ასე რომ ვთქვა, თუ მეტი არა. ზოგისთვის ხო საერთოდ ეს არის თქვენი საბედო კაცი და არსად არ გაგიშვებს თქვენ ახლა თავისი ცხოვრებიდან. კი, იმიტომ რომ ამას უნდა ეს ურთიერთობა. ამ ურთიერთობის გარეშე ცუდად არის და პრინციპში ახლა ეს ნახეთ არჩივანიც არის, ну ეს მონათესავისულები ან საგვარეულოს უნდა და ანუ ისეთ როგორ თვითონ გრძნობს თავს, რომ ძალიან ცუდად იქნება თქვენი სიყვარულის გარეშე. ანუ თქვენ მაგას ჭირდებით, როგორც ხართ, თქვენ მაგას აღვიძებთ, თქვენ მაგას რა ვიცი, ანუ ძალიან ძვირფასი ადამიანი ხართ რა, შემიძლია გით. კი, ძალიან ძვირფასი ადამიანი ხართ თქვენ ამ პიროვნებისთვის და აქ даже ზედმეტიც არის, რომ რამე კიდე გავშალოთ ჩემო ლამაზებო.